და ეხლა მე გავიგე კიდე რომ ეს ჩვენი ფარმაცევტული ფირმები შესულან თავი ჭყუის ყოლოფები ერთი უსაქმური ბიუროა პატენტების ბიურო ქვია სრულიად უნარო და უქნარა ხალხი მართლა და კინაღამ გაუკეთეს ესე იგი შესულან და უთქვიათ რომ რა წამლების დაპატენტება მოითხოვს ნოშპა რო ქართულია ხო ალბათ მოშპა ერქვა ალბათ რამე ხო? პირდაპირ ნოშპა აქ და ესე იგი გადაწყვიტეს რომ ყველა უცხოური წამალი რაც შემოაქვთ თქვეს რომ მარტო საქართველოში გამოყავთ მარტო ამად უშვებენ და ყველაფერი სხვა აკრძალო. ესე იგი შემოგვიარეს თავის შკურით გონიათ რომ გვეძინა და ეხა იქნება რაღაც მონახეს ძველი ეს პატენტების ბიურო და ეხა პატენტების ბიურო და უკანაკარებიდან გადაწყვიტეს შემოსვლა მაშინ ეხაც პარლამენტში კვილებით აჩერებდნენ ამას 6 თვე ხო ასეა და გონიათ რომ აქ იდიოტებისგან შევდგებთ. ხალხის ხარჯზე რომ მოითხოვონ ხელი რა. ხან იქიდან ოღონდ შეინარჩუნო ფასები და ტელევიზორში ვარეკლამებო ჩვენ გავაიაფეთო. ნუ რა ვიცი, ნუ ატყუებენ, მაგათ კი არ გაიაფეს, რეალურად კანონი შემოვიდა ისეთი, რომელიც ამ მონოპოლიას პოპს. და ეს არის აგრეთვე ტყუილი რეკლამა სხვა ჩვენს. მე მომხრე ვარ რომ საქართველოში იყოს ფარმაცევტული მრეწველობა, მაგრამ ძალიან არ მინდა რომ ეს იყოს ხელოვნური ბარიერების და მონოპოლიის და ჩაწყობების შედეგად. მინდა რომ ხალხი დასაქმდეს, მინდა რომ ეს ხალხი გაძლიერდეს, ვინც ფარმაცევტულობას უშვებს, მაგრამ პატიოსანი მეთოდებით და არა ხალხის ხარჯზე, არა აგერ ბატონიოსების ხარჯზე, ხო ესე? უკეთესად გამოიყურებით ვიდრე წინაებაზე ბატონიოსი. მოკლედ თქვენ ყოჩაღათა ხართ. ყოჩაღათა არ ვიყავი. როდის? ხან ძალიან მაღალი მქონდა და გზაში რომ მივდიოდი, მეშინოდა არცად წავიქცე. კახეთში. ხან ძალიან დაბალი, არ შეიძლება ეგრევოდა, რა ვიცი. მალ-მალე ვაზომინებ, დილა საღამო ვიზომან. ვინ გიზომოთ? მეზობელი ქალი, მეშვიდე სართულზე ცხოვრობს. უბნის ექიმი დადის? უბნის ექიმი აქ არ დადის, მე ვიყავი იქა და ესეც მინდოდა. დაზღვევა გაქვთ ხო ეს სამედიცინო? ხო. და ზედმეტ ხوار გახდებები დაზღვევაზე თუ გაქვთ? არა. აი სანდრო ესეთი ოჯახებისთვის რა ყოველი ლარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო თითქოს ესე 2 ლარი, 3 ლარი აგერ ხა ეს რა ქვია ნოშპა 3 ლარით იაფთება, ხო? თითქოს არაფერი ვიღაც, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება იმის შედარებით რაც არის. ეხლა თავარი რაც არის, რომ ბევრმა შემოიტანოს. კონკურენცია იყოს, რომ ვინც უფრო იაფად გაყიდეს, მეც გაყიდეს. და ვერავინ ვეღარ შეძლოს, კიდევ ერთხელ ვიზაბი მეორებ ხალხის ხარჯზე ხელების მოწმობა ამ სფეროში. ნელა თუნდაც 2 ლარი, 3 ლარი უნდა ვიბრძოლოთ, რომ ერთი აღარ გაძვირდეს და მაქსიმალურად რაც შეიძლება გაიაფრეს. ხა უფასო არაფერი არ არსებობს აქ. ახლა ეს წითელი სრო გვაქვს ჩვენ სურათიც არის ჩაკრული. და ის მიმაქ რომ ვითომ ცოტა რა ვიცი აბაზი სამშაური თუ რაღაც დაგვაკლოს რომ ხო ხედავ? 20 თეთრიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ეგრე მინაქ ხოლმე ის წითელი წიგნაკი და ეგრე მიყეთ ხოლმე ცოტა ნაკლებში. სამშაური ისეთ რა. კარგით მაშინ მე ამას ავიღან კონტროლს, რაც დაგპირდით მაშინ ცოტა მეტი დრო დაგვრჩი და კიდე დაგვრჩდება დრო რომ აქ ამ სფეროში ესე იგი დავუყაროთ ცოტა 1-2-3 თვე, მაგრამ მეტი დრო არ აქვს. რომ გაძვირება უნდა შევაჩეროთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბაზრის ლიბერალიზაციას და დაკლებას. ხოსი. აი ჯანდაცვის მინისტრის მოგეცე რომ თვითონ თავის თვალით ნახოს. აი ეს დამყავს ყველანი როცა თვითონაც დადიან ეს არ არის. ხო ესე არ არის გამოდი რომ საერთო ჯამში რომ დავთვალოთ ეს ყველა წამალი რაც თქვენ გამოგიწერეს და რასაც ადრე იყენებდით სადღაც გამოდი რომ ესე 100 ლარამდე ალბათ და ამ ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ წამლებზე თითქმის მე-13 შეიძლება გაიაფრდეს და სხვა წამლებზე თუ იმუშავებთ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძირითადად რაც არის მასიური მოხმარება და ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად თუ კი ჩვენ ხალხს აწუხებს არის წამლის მაღალი ფასი. ყველა სხვა პრობლემასთან